რა არის ეს ვიზა ლიბერალიზაცია ბოლოს და ბოლოს? 90 დღით მიდიხარ უცხოეთში, ისე რომ საელჩოში რიგში დგომა არ გიწევს. ამას გაყვედრიან? ეს ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის სიტყვებია. თუმცა სინამდვილეში უვიზო მიმოსვლას ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს. ახლა ევროპაში მოგზაურობის დაგეგმვა ფაქტობრივად სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია. საჭიროა მხოლოდ პასპორტი, ბილეთები, სამოგზაურო დაზღვევა და სასტუმროს ჯავშანი. უვიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში კი შესაძლოა დამატებით დაგვრჩირდეს ვიზის აპლიკაციის შევსება და წარდგენა, გასაუბრების გავლა, მოგზაურობის მიზნის დასაბუთება, საბანკო ანგარიშის ამონაწერი, ვიზის მოსაკრებელი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანები. ზოგიერთ შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტებიც. ამ ეტაპების გავლის, რიგში დგომის და ლოდინის შემდეგ კი შესაძლოა მაინც უარი მივიღოთ. ეს კი თითოეული ჩვენგანისთვის დაკარგული შანსია. ოჯახის წევრის მონახულებისთვის, დასაქმებისთვის, განათლების ან ჯანდაცვის მიღებისთვის. როგორც საფრანგეთში მცხოვრებმა ექიმმა თქვა, ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება ბევრი ქართველისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. დიპლომატები კი ამბობენ, რომ ამ მონოპოვარის დაკარგვას მძიმე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.